ნეონაცისტური დაჯგუფების ქართველ ლიდერს მიხეილ ჩხიკვიშვილს მეტსახელად მეთაურ ყასებს ნიუ-იორკის სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების თანახმად 2023 წელს მან დაიწყო გეგმის შემუშავება, რომლითაც ნიუ-იორკში ახალი წლის ღამეს მასობრივ თავდასხმას გეგმავდა. ჩხიკვიშვილი 2024 წელს დააკავეს, მან ბრალდება აღიარა. იტალიაში ბოლონიაში 18 ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, მესამეზე კი ძებნა გამოაცხადეს. პროკურატურის ცნობით დანაშაულები ჯგუფურად 2025 წელსაა ჩადენილი. ბინებიდან მოპარულია ფული, სამკაულები, ტექნიკა და ძვირადღირებული ტანსაცმელი. პუტინი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესებს ამართილებს. გადაწყვეტილებას კი ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით ხსნის. პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც დნესტრისპირეთის 18 წელს მიღწეულ მცხოვრებლებს რუსული პასპორტის მისაღებად აღარ მოეთხოვებათ რუსეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა და ქვეყნის ისტორიისა და კანონმდებლობის გამოცდის ჩაბარება. უკრაინამ რუსეთის სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში ქიმიურ ქარხანას დაარტყა. ქარხანაში ძლიერი ხანძარია. საჰაერო განგაში იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაშიც, რასაც ასევე ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება მიჰყვა.